მწვანე-ფილა გამოიყენება მაღალი ტენიანობის სათავსოებში. ეს არის სათავსოები, სადაც ტენიანობა არის 70%-ის ზემოთ 90%-მდე და არაუმეტეს 10 საათისა დღე-ღამის განმავლობაში. თუ მაგალითად ან ეს დრო არის უფრო დიდი, ან 90-ზე ზემოთ არის ტენიანობა, უმჯობესია გამოვიყენოთ კნაუფის ცემენტის ფილა აკვაპანელი. აკვაპანელის გამოყენება თავმად შეიძლება აუზების სივრცეებშიც, სადაც მწვანე ფილის გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგანაც აქ ტენიანობა არის საკმაოდ მაღალი, თითქმის 100%-მდე. ტემპერატურაც მაღალია ხოლმე როგორც წესი და საკმაოდ აგრესიული გარემოა და ამიტომ უნდა მოვერიდოთ აქ მწვანე ფილის გამოყენებას. სხვაობა რა არის ახლა თქვათ ჩვეულებრივ ფილასა და მწვანე ფილას შორის. მწვანე ფილას დამატებული აქვს სილიკონის ზეთი ცომში. ეს ამცირებს მის შეწოვის უნარს, რომ ნაკლები წყალი შეიწოვოს, ადრე გაშრეს უფრო ვიდრე ჩვეულებრივი ფილა და ამის გარდა ქაღალდი არის დამუშავებული ფუნგიციდით. ეს ფუნგიციდი არის ნივთიერება, რომელიც აფერხებს სოკოს განვითარებას, ანუ ობის სოკოს წარმოქმნას თაბაშირ მუყაოზე. შეიძლება გინახიათ, როდესაც თქვათ სახურავი არ არის შენობაზე დაფარებული და იწყებენ თაბაშირ მუყაოს სამუშაოების შესრულებას, აკრავენ თაბაშირ მუყაოს ფილას, მოდის წვიმა, სველდება თაბაშირ მუყაო და შემდეგ ობდება, შავი ობი გამოდის. ეს არავითარ შემთხვევაში ამის დატოვება არ შეიძლება, ეს უნდა მოიხსნას და გადაიყაროს, რომ იმის გარდა რომ ეს თქვათ ვიზუალურად არ არის კარგი სანახავი, უბრალოდ მავნებელიც არის ჯანმრთელობისთვის, არავითარ შემთხვევაში ამის დატოვება არ შეიძლება. ამიტომ ჩემი რჩევა არის, რომ მაგალითად აი დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით ზღვისპირა რაიონებში მარტო სააბაზანოები კი არა, ჩვეულებრივი ოთახების თქვათ გააკეთონ ნესტგამძლე ფილით, სადაც თქვათ ჩვეულებრივ შემთხვევაში იხმარება თეთრი ფილა. რომ თავიდან ავიცილოთ აი ეს საფრთხე, რომ არ დაუგდეს ჩვენი თაბაშირ მუყაოს კედელი. ხშირად სვავენ კითხვას, სააბაზანო ოთახში რა ჯობია კედელი გავლესოთ თუ თაბაშირ მუყაოთი მოვაპირკეთოთ. ეს დამოკიდებულია რა პირობებია, საწყისი პირობები, თქვათ თუ მაგალითად სააბაზანო ოთახი იმდენად პატარაა, რომ ყოველ სანტიმეტრს აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ჯობია, რომ ეს მილგაყვანილობა ჩავაშენოთ კედელში და გავლესოთ კედელი. თუ მაგალითად სააბაზანოს ოთახის ზომები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თქვათ 5-10 სანტიმეტრით გამოვწიოთ კედელი, მაშინ უმჯობესია ეს მილგაყვანილობა მოვათავსოთ მზით კედელსა და თაბაშირ მუყაოს შემოსვას შორის სივრცეში, თქვათ გავუკეთოთ ამ შემოსვას სარევიზიო სარკმელი, რაც საშუალებას მოგცემთ ნებისმიერ დროს წვდომა გქონდეს ამ მილგაყვანილობაზე, თქვათ მის ურდულებზე, უკუსარქველებზე და ასე შემდეგ. კიდევ ერთი უპირატესობა ვთქვათ გალესვასთან შედარებით თაბაშირ მუყაოს სისტემებისა ის არის, რომ გალესვის შემთხვევაში შემდეგი სამუშაოების გაგრძელება შესაძლებელია სადღაც 3-4 კვირის გასვლის შემდეგ, როდესაც ეს კედელი ბოლომდე გაშრება. ხოლო როდესაც თაბაშირ მუყაოთი მოვაპირკეთებთ, პირდაპირ შეიძლება თაბაშირ მუყაოს სამუშაოების დასრულებისთანავე დავიწყოთ თქვათ ამ კედლის მოპირკეთება, რითიც გვინდა იმით. კნაუფის სისტემებით შესაძლებელია არა მარტო შიდა კედლების გაკეთება, არამედ გარე ფასადის კედლების აგებაც. მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია ამ გარე კედლის სისტემებს ტრადიციული მეთოდით აგებულ კედლებთან შედარებით. თქვათ ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ გვაქვს საკმაოდ მაღალი თბოიზოლაცია. თანამედროვე კანონმდებლობით უკვე აუცილებელი არის, რომ კედლები იყოს ენერგოეფექტური. ტრადიციული მეთოდით აგებულ კედელს აუცილებლად დაჭირდება დამატებით დათბუნება. ისე ამ შედეგს ვერ მივიღებთ. კნაუფის გარე კედელი კი საკმაოდ მაღალია, რაც მოთხოვნილია იმაზე, მაღალი თბოიზოლაციის უნარი აქვს. ასევე აქვს კარგი ხმის იზოლაცია, ხანძარმედეგობაც დამაკმაყოფილებელი და ასევე აქვს დაბალი წონა. დაბალი წონა პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ შენობა იქნება უფრო სეისმომედეგი. იმიტომ რომ ის დამანგრეველი ძალა, რაც თქვათ შენობაზე მოქმედებს მიწისძვრის შემთხვევაში, პირდაპირ პროპორციულია შენობის წონის. თქვათ ორჯერ შევამცირებთ შენობის წონას, ჩავთვალოთ, რომ ორჯერ გავზარდეთ მისი სეისმომედეგობა. ამიტომ თანამედროვე მშენებლობაში ამ კნაუფის
სისტემების გამოყენებას მე მგონი ალტერნატივა არ აქვს. ძალიან კარგი სისტემებია და ყველანაირად ხელს გვიწყობს რომ მაღალი ხარისხის შენობები ავადოთ.